რაც მეც ილაპარაკებენ მით უკეთესი რა რო რეაგირებენ ეგ ნიშნავს რომ ეშინიათ ეგ ნიშნავს რომ რაღაცა რეაქცია უნდა მოახდინონ ეგ ნიშნავს რომ რეაგირების რეჟიმში არიან გადასული ეგ ნიშნავს რომ ჩვენ ვაკეთებთ რაღაცას სადაც ჩვენ ვართ პროაქტიულები და მათ უტევთ პასუხის გაცემა ეგ ყველაფერი არის კარგი იმიტომ რომ ჯამში ჩვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვიყავით პირიქით რეაქციულ რეჟიმში ვიყავით ჩვენ ეგენი გამოაგდებდნენ რაღაცა ბოდვას არა გააკეთებდნენ რაღაც სიგიჟეს და ჩვენ ვაძლევდით რეაქციას და როდესაც ჩვენ რაღაცას ვაკეთებთ ეგენი ახტერი რეაქციას ეგ მხოლოდ კარგი ეგ ნიშნავს რომ ჩვენ დღის წესრიგზე მოხავს. ის ზოგადად რეაქციას აკეთებენ და ყურადღებას გვაქცევენ. ეგ მხოლოდ და მხოლოდ შიშის გამოძახილია, სხვა ახსნა მაგას არ აქვს. დაიკიდებდნენ და გაატარებდნენ, ხო რა საჭიროა ნებისმიერ ჩვენ გამონათქვამზე ნებისმიერ ბუნებაზე რეაქციის მიცემა თუ ეს არ გაწუხებს, მაგრამ აწუხებთ. და კარგი. ეს ნიშნავს რომ სწორ გზაზე ვდგავართ საბოლოო ჯამში. აი, ერთსაც წავიკითხავ და მე სხვა კითხვა მინდა რომ დაგიშვათ უბრალოდ ეს მინდა რომ წაგიკითხოთ ვოლსკის ნათქვამი თარიღები რომლებიც ჩვენი გაგებით გამაერთიანებელია საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის ისევე როგორც საეკლესიო დღესასწაულები მათთვის ანუ თქვენზეა საუბარი კარგი ასპარეზია იმისთვის რომ დაპირისპირება იყოს უფრო სკანდალური ვიდრე ჩვეულებრივ დღეებში სწორედ აქედან გამომდინარე შეარჩიეს 26 მაისი ანუ რატომ ალაპარაკდე რაღაც დაპირისპირების თემაზე ანუ უნდათ რომ შეაშინონ ადამიანები რომლებიც შესაძლებელია ფიქრობდნენ გამოვიდნენ აქციაზე შეგიერთნენ ანუ აი თქვენ როგორ ფიქრობთ რას ემსახურება ეს შეჯახება დაპირისპირება აი ამ სიტყვების თამაში არა, ეგ ტერმინები არის პროპაგანდისტული მესიჯების ნაწილი და თავარი ერთ-ერთი პროპაგანდისტული ხაზი, თავარი ტყუილი, რომელიც მათ აქვს, არის თუ საზოგადოება არის გაყოფილი რაღაცა ორად და თითქოს არსებობს რაღაცა დაპირისპირება, თითქოს ისინი წარმოადგენენ უმრავლესობას და ამიტომ ლაპარაკობენ ქართველი ხალხის სახელით და აკვირით. ქართველი, როდესაც ვიღაცას დაასანქცირებენ, რომელიღაცა მაგათ ერთ-ერთ იმას ბიზნეს ერთ-ერთ სახურს და ლაპარაკობენ, რომ ეს არის რაღაცა შეტევა ქართველ ხალხზე და ქართველი ხალხის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი რომელიღაც ქვეყნის და რაღაცა ბოდოა. ეს ყველაფერი არის პროპაგანდისტული ხაზის ნაწილი. სინამდვილეში არანაირი დაპირისპირება და არანაირი საზოგადოების დაყოფა ამ ქვეყანაში არ არსებობს. ისინი არიან ძალიან დიდ უმცირესობაში. ამ ქვეყანაში აბსოლუტური უმრავლესობა არ უკმაყოფილო. ამ ქვეყანაში აბსოლუტური უმრავლესობა ამ წუთის მდგომარეობით არის უბედური. ძალიან ცოტა არიან ქვეყანაში დღეს ბედნიერი. მათ შორის მათ ხარდაჭერებშიც კი, ამ ქვეყანაში აბსოლუტური უმრავლესობა შეთანხმებულია იმაზე, რომ არ შეიძლება 4 შვილის დედა ჩასვათ ციხეში წელიწად ნახევრის მხოლოდ იმის გამო, რომ ავიდა და წინასაარჩევნო ბანერზე მარკერით გააკეთა წარწერა. ან ქალი ჩასვა ციხეში 2 წლით იმის გამო, რომ საკუთარი ღირსების დაცვისთვის პოლიციას გააწნა სილა. ან აბსოლუტურ უმრავლესობა თანხმობდა იმაზე, რომ აშეო მელიქიშვილის გამჯიზე ვიღაც ზონდერები პატარა გოგოებს სცემდნენ. აბსოლუტურ უმრავლესობა თანხმდება იმაზე, რომ აშეო ჟურნალისტებს კისებს ატეხავდნენ და შემთხვევით გადაურჩენ სიცხვის. აბსოლუტურ უმრავლესობა თანხმდება იმაზე, რომ აშება ქიმიური ინიციატივით წამლო მთავარ პოსტებზე დედაქალაქის ახალგაზრდები. თანხმდება იმაზე, რომ აი ეგ რო დგას ეხლა ჩემ წინ დაკავების მანქანა იმას სკამები არ უნდა გამოაცხადო და საწამებელი მათ საკრათ არ უნდა აქციო ახალგაზრდების აბსოლუტურად უმრავლესობა თანხმდება ამ ყველაფერზე რომ ეს ყველაფერი არ არის არც ქართული, არც ვაშკაცული, არც თბილისური. არაფერი ამას საერთო არ აქვს ჩვენ ისტორიასთან, ჩვენ გაგებასთან, ჩვენ წარმოდგენებთან იმაზე რა არის ქართულობა. აბსოლუტურ უმრავლესობა არის ამაზე შეთანხმებული. ხოლო ძალიან პატარა უმცირესობა ამ ქვეყანაში, რომელსაც სინდისი აქვს დაკარგული, მორალი აქვს დაკარგული, ან ფულის გამო ყველაფერზე წამსვლელი არის ამ ყველაფერზე ხელის მომწერით. დანარჩენი ყველა ვართ ამაზე შეთანხმებული, ამიტომ სინამდვილეში არანაირი დაპირისპირება ამ ქვეყანაში და რაღაცა ის არ არსებობს, საზოგადოების გახრეჩება არ არსებობს. არის პატარა ჯგუფი რაღაცა ადამიანების, რომელთაც ძალაუფლება ჩაიგდეს ხელში და არიან ამ ქვეყანაში რუსული ინტერესების გამტარებლები. ეგ არის და ეგ და ამ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ჩადიან ყველაფერზე ხელს აწერენ, ყველანაირ საზღვრებას ჩადიან და მე ამას აპრავებენ, ამართლებენ იმით, რომ ჩვენ ძმაო მშვიდობას ვინარჩუნებთ ქვეყანაში და ამიტომ ჩვენ უნდა დავჭერთ ხელისუფლებაში. თორე არანაირი კიდე არანაირი ნაპრალი, არანაირი დაპირისპირება, არანაირი გზარი, არანაირი გაყოფა ამ საზოგადოებაში არ არსებობს და არავის დაპირისპირებას მათ შორის არ ცდილობს. არავის აფეში აჭირება დაპირისპირება. მშვიდობიან წყარაჩუდად გაუშვებთ მაგათ ხელისუფლები და მოვა მაგის დრო. სხვათა შორის მეგიდია სამიძე, რომლის სოლიდარობის გამოსახატადაც ელენე ხოშტარიამ გააკეთა კახა კალაძის წინასაარჩევნო ბანერზე მარკერი თუ არ ესმის ზურას ჩემი ხმა იქნებ გადავურეკოთ. ხო, მეგიდია სამიძე, ზურა მე მგონი გესმით ჩემი ხმა. მეგიდია სამიძე, რომლის მიმართაც სოლიდარობა გამოხატა ელენემ, როცა კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე ფლომასტერით ის წარწერა გააკეთა, მაინც
ორდღიანი პატიმრობისთვის გაიმეტა ოცნებამ, ხო? ესეც როგორი ამბავია, ანუ მაგრამ აი თქვენ რაზეც ახლა საუბრობდით, აქედან გამომდინარე მინდა დაგისვათ კითხვა ზურა, საწამებელი მანქანები, დარბევები, ასე შემდეგ, ეს ყველაფერი მაინც არ მოქმედებს საზოგადოებაზე, ხო? მოკლედ შინაარსი ეს იყო ჩვენი საუბრის. თქვენ როგორ ფიქრობთ, ამ ყველაფერმა მიიყვანა ოცნება სრულ საერთაშორისო იზოლაციამდე, მაგრამ აი დღევანდელი რეალობა რა პროგნოზის გაკეთების საშუალებას იძლევა, მოახერხებენ თუ არა ისინი ამ იზოლაციიდან თავის დაღწევას, მაშინ როცა სულ რაღაც 2 კვირის წინ მაგალითად იგივე მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში დადებული დასკვნა ვნახეთ, საერთოდ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოზე შესაძლებელია ადრე თუ გვიან აღმოჩნდნენ სწორედ მაგ წამებების გამო, რასაც ახლა იხსენებდით. გუშინ შედგა კობახიძესა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს რუბიოს შორის სატელეფონო საუბარი. ნუ სხვადასხვა განმარტება ვნახეთ სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციასა და კობახიძის ინფორმაციას შორის დიდი აცდენაა, მაგრამ იძლევა ეს ფაქტი თავისთავად სატელეფონო საუბარი ამ კითხვის დასმის საშუალებას, როგორი ინტერპრეტაციაც არ უნდა მოახდინოს ოცნებამ. აქვთ თუ არა შანსი, რომ თავი დააღწიონ საერთაშორისო იზოლაციას და თქვენი ვარაუდით, რაზე შეიძლებოდა საუბარი ყოფილიყო რუბიოსა და კობახიძეს შორის დღეს რამდენიმე საათის შემდეგ ამ სატელეფონო საუბრიდან ყველამ ნახეთ ირანის ელჩის საკმაოდ მუქარანარევი განცხადება გავრცელდა საქართველოში ირანის ელჩის. თქვენი აზრით რა იყო ეს საუბარი? ეხლა ჩამონათვალი გავაკეთებ, წეღან რაზე არის ამ ქვეყანაში აბსოლუტურ უმრავლესობა შეთანხმებული და ეხლა ძაღლმა ჩამიარა და გამახსენდა და ეს მარტო ადამიანებს არ ეხება, ამ ქვეყანაში აბსოლუტურ უმრავლესობა შეთანხმებულია იმაზეც, რომ არ შეიძლება ძაღლებს იმას უკეთებდა, რასაც ახლა ესენი უკეთებენ. რამდენიმე დღეა უკვე ამაზე მესმის საუბარი ყველაფრიდან, რომ ქუჩის ძაღლებს, რომლებიც სტერილიზებული არიან, რომლებიც აცრილები არიან, რომლებიც არავის არ უშავებენ, როდესაც თავისი რაღაცა გარემო აქვს, სადაც ისინი ცხოვრობენ, ადამიანები მათ უვლიან, აჭვევენ, ეფერებიან, შეიძლება სახლში არ აყავთ, მაგრამ გარშემო არის რაღაც საზოგადოება, რომელიც ამ ადამიანებს ყურადღებას აქცევს, როგორც აქ ყავს ძაღლები, რომლებიც პოტეში დგანან ჩვენთან ერთად ყოველდღე. ამ ადამიანებს აქრობენ, საიდანაც მიყავ და სად მიყავ, კაცმა არიცა, როცა ადამიანები ეკითხებენ სად მიყავ ძაღლები, ეუბნებიან, რომ ეს ძაღლები აღარ დაბრუნდებიან და ფოტოები არის, სავსე არის სოციალური ფოტოები, თუ ნახოთ გული მოგიკვდება. ავადმყოფები არიან, როგორ შეიძლება ეგეთი რაღაცა გააკეთო, ხო? მაგრამ იმის გამინდა, რომ ეს რეჟიმის სახე იმდენად აქვს დაკარგული, იმდენად აცთენილი არიან საერთოდ ამ სამყაროს, იმდენად გასული არიან საერთოდ მორალის ყველანაირი იმიდან, რომ მარტო ადამიანებს არ ეხება, ცხოველებსაც კი დაერია და სიგიჟეებს აკეთებენ. ხო, ამის თქვა მინდოდა ხა ძაღლები. ხო, მაგრამ სანამ იმ თემას გააგრძელებთ, მაშინ რადგან ახსენეთ ეს ძალიან მტკივნეული ამბავი ძაღლებთან დაკავშირებით, ამისთვის მილიონებია დახარჯული, სწორედ. აი მაგ ძაღლებისთვის, რომელსაც ეხლა დაერივნენ და აქრობენ და ჩვენ ვაპირებთ ამაზე გადაცემა გავაკეთოთ. ამაზე მილიონებია დახარჯული და მაშინ კითხვა ჩნდება, სად გაქრა ეს მილიონები? სად გაქრა მაშინ? ნორმალური იყოს, ანუ რასაც აკეთებენ, ეგ როგორ შეიძლება ეგ ნორმალური ადამიანის თავში ეგ დაიბადოს და შემდეგ ვიღაცებმა ეგ აღასრულო და გააკეთო. აი როგორ შეიძლება? როგორ შეიძლება ნორმალური იყოს ადამიანი, რომელიც მაგას აკეთებს? ხო და მაგის თქმა მინდა, რომ მან ზღვარი აღარ არსებობს. აღარ არსებობს, ანუ რობოტებად აყავთ გადაქცეული მთელი ეს სისტემა. ვიღაცებს ასაც დაავალებენ, როგორც ვიღაცას დაავალებენ და აი რაღაცი მანქანაში აწამებს ახალგაზრდას, ესე ვიღაცებს დაავალეს და ძაღლებს აქრობენ. სად ვიყავთ კაცმა არ იცის და მაგალითად თუ ცოცხალი აღარ არის ძაღლები. ხო, რუბიოსო დაუბრუნდე. გასაგებია, რომ ეს ირანის ელჩის განცხადება პირდაპირ კავშირში იყო რუბიოს ზართან და რუბიოს ზარი პირდაპირ კავშირში იყო ამერიკელ მაღალჩინოსანთან, რომელიც ჩამოსულიყო სახელმწიფო დეპარტამენტიდან სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ, რომელიც შეხვდა ოცნების წარმომადგენელს, შეხვდა ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებსაც. რუბიოს ზარი ახლა შეუძლებელია ვინმე დაიჯეროს, რომ რაღაცა ეხებოდა სხვას გარდა იმისა, რაც ხდება ახლა ირანში, ხო? მაგრამ დალაგებაზე იყო საუბარი,
არცალია ამერიკას ეხა არაფრისთვის გარდა ირანის. ამ წუთის მდგომარეობით არაფრისთვის არცალია. ყოველდღიურად უყურებ, ნახულობ რაზე ილაპარაკა წინა დღეს ტრამპმა ან ჰექსეტმა ან რომელიღაცა ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა და მარტო ირანი არის თემა, სხვა თემა არ არსებობს. ეხა ვიღაცამ დაიჯეროს, რომ ირანის თემიდან უცებ რუბიო მოიცალა საქართველოში დაურეკოს ოცნების წარმომადგენელს და დაალაგებას ელაპარაკოს, ეგ არის სული სისულე და ზღაპარი. გასაგებია რომ ირანთან იყო ეს ყველაფერი, ირანთან არის დაკავშირებული ომთან, რომელიც არის ხან წუთში ირანში. რა შეიძლება ყოფილიყო საუბარის თემა, ბევრი რამე შეიძლება ყოფილიყო, ამერიკას ამ შემთხვევაში კონკრეტული ინტერესები აქვს ირანის ომთან მიმართებაში. ეს შეიძლება ყოფილიყო რაღაცეები დაკავშირებული იმასთან, რა ჭირდება ამერიკას. ეს შეიძლება იყოს საქართველოს ტერიტორია, როგორ შეიძლება იყოს გამოყენებული საქართველოს სახელო სივრცე, როგორ შეიძლება იყოს გამოყენებული. რაც ნაკლებად სავარაუდოა, მე ამჯერა რომ ამერიკელები მაგისთვის გააკეთეს ეს არის რომ რამე ეგეთი ეთხოვათ ხა ოცნებისთვის, ვისაც დე ფაქტო ძალაუფლება აქვს ხა ხელში. თუმცა არის მეორე ნაწილი, ხო? შეიძლება ამერიკას თვითონ არ უნდა რაღაცებში ამ რაღაცების გამოყენება, ან უნდა, მაგრამ ხა ამ წუთში არ არის სიტუაცია რომ ეგეთი რაღაცა გთხოვოს, მაგრამ არის მეორე ნაწილი საქართველოს ტერიტორია, საქართველოს სახელო სივრცე შეიძლება გამოყენებული იყოს რუსების და ირანელების მიერ ბევრი სხვა მიზნების, იქნება ეს არის დაზვერვითი სამუშაოები, იქნება ეს ტვიტების გატარება ხმელეთზე თუ ჰაერში და შემდეგ. და ამერიკის ინტერესებში იყოს რომ საქართველოს არ მიცეს ამის საშუალება რუსეთს და ირანს. მე არ ვიცი ზუსტად რა იყო ამ ზარის საუბარი, მაგრამ საუბრობთ რაღაცა ეგეთი ამბავი. ხო, რაღაც ვარაუდის დონეზე შეგვიძლია ჩვენ. კი, გამოვთქვათ მოსაზრება. საქართველოს პოზიცია რა არის? ანუ აპირებთ რომ ამ რაღაცაში დაუთმოთ ეს ტერიტორია, მისცეთ საჰაერო სივრცე, გაატაროთ ეს ტვირთები, ისა და მილიონი რაღაცა შეიძლება იყოს, მანდ რაზე შეიძლება საუბარი ყოფილიყო, რაც ამერიკის ინტერესებში უბრალოდ აინტერესდა და პასუხები საქართველოს პოზიცია ამ შემთხვევაში დე ფაქტო ძალაუფლება ის ხელშიც არის. იმათი პოზიცია რა არის ამ საკითხთან მიმართებაში. ის რომ ირანის ელჩმა მაგის შემდეგ გააკეთა განცხადება, ნუ რა ვიცი, ხა ვის ჯერა, საიდან უნდა გაეგო ხა, აი კითხვას საიდან უნდა გაეგო ირანის ელჩს, რაზე ელაპარაკა რუბიო კობახიძეს. ამერიკელებისგან ხო ვერ გაიგებდა. ან უნდა გაეგო კობახიძისგან, ან ოცნებისგან, ან უნდა გაეგო რუსებისგან, რომლებიც გაიგებდნენ ისევ კობახიძისგან და ოცნებისგან, ხო? რაზე ილაპარაკეს, ხო? აი მე რა ვიცი, მე ოდნავ ეჭიანებარება იმაში, რომ თვითონ ეს ირანის ელჩის ეს განცხადება, რომელიც ჯერ დაადებინეს ქართულ ენოვან სივრცეში და შემდეგ აიღო და დატოვა მარტო უცხოენოვან სივრცეში. იქ-ზე დატოვა, იქ Facebook-ის გვერდი საერთოდ გაქრა განცხადება იყო. თქვენ ფიქრობთ, რომ კობახიძისგან შეიძლება მას ქონოდა უკვე ინფორმაცია, რაზე ესაუბრა? აბა ვისგან უნდა ქონოდა? აბა ამერიკელებისგან ექნებოდა? ამერიკელები ხო არ გააგებინებდნენ ხა რა ომში არიან და ამერიკელები ეტყობდნენ რაზე ილაპარაკეს. ცხადია რომ აქედან მხრიდან არის გაგებული. ან პირდაპირ ამათმა გააგებინეს, ან მათმა რუსებს გააგებინეს და მე რუსებმა იმას გააგებინეს, მაგრამ თვითონ ეს განცხადებაც ელჩიც კატასტროფული განცხადება, რომელიც ირანის საერთო გაავრცელა, მათ შორის ბუქარის ტონის შემცველი ჩვენს მიმართ. ეგ იყო შეთანხმებული ამათთან, ნუ რა ვიცი, სავარაუდოდ გამოიყენებენ მაგას პროპაგანდის სიტყვია, რომ აი ხო და მეკითხა პროპაგანდისტვის სუხე ლუკმა ძენი ბიზინა ისე ლავირებს რომ გადაგვარჩინა რაღაცა იმას ამას და ინარჩუნებს შიდობას ესეც თუ ვითარებაში. შემიძლია თავი დავდო რომ შეთანხმებული იყო ამათ, ამ ინფორმაციაც ამათგან მიიღეს და შეთანხმებული ამბავი იყო რომ მათ შორის ეგ ტექსტი დაედოთ. მე როგორც ჩანს, როდესაც აქედან უკვე გაჩნდა რაღაცა კომენტარები რომ აი რაღაცა რა ვიცი გერმანიის ელჩს რო იბარებთ იმაში საგარეო საქმეთა სამინისტროში, ეგრეთ წოდებულში, იმის გამო რომ ახალგაზრდებს შეხვდა თვითონ და ფოტო მე იგზე ამის გამო რომ ბრიტანეთის ელჩს BBC-ს გამო არ იბარეთ, ხო, ან ბრიტანეთის ელჩს, ხო, ამას რაპონჩი არ იბარეთ და მაგაზე რაღაცა წლეხი გაჩნდა, მაგის შემდეგ ეტყობა ისევ კოორდინირებად აიღო იმან ქართული სიციდან დატოვა მარტო იქში, ანუ უცხოენოვანი აუდიტორიისთვის დატოვა, რომ იმას ქნას. ხო, არაფერი, სერიოზული მან ჩემს არაფერი არ არის. ამ წუთის მდგომარეობით ჩემი აზრით ეგ არის რომ შეთანხმებული ამბავი იყო და გამოიყენებენ ხა პროპაგანდა უნდა ველოდოთ რომ იტყვიან რომ აი რაღაცა ხო ხედავთ როგორი ძიმე სიტუაცია რეგიონში ესა რაღაცა და ჩვენ მშვიდობას ვახერხებთ და შევინარჩუნოთ და მარტო ჩვენ ვართ ეგეთები ვინც აქ მშვიდობას შეინარჩუნოს მეტი მანდ არაფერი არ არის ჩემი აზრით. კარგი და კიდევ ერთი კითხვა ზურადად აგემშვიდობებით მეტად კომპეტენტური რესპონდენტი ხართ ამ კითხვისთვის და ამის გარეშე ვერ გაგიშვებთ. ერთის მხრივ ჩვენ ყოველდღე ვუყურებთ ტელეეკრანებზე ოცნების შოუს, როგორ იბარებენ სახრით, როგორ ხდებიან ბიზნეს საქართველოს პარლამენტში და მეორეს მხრივ ჩვენ ნახეთ ელექტროენერგიის საფასურის მატება. წეგა რომან გოჩრიძე მყავდა ეთერში და თქვა რომ ასეთი მასშტაბის მატება აქამდე არ ყოფილაო ამ ქვეყნის ისტორიაშიო. მე მინდა ამაზე მოვისმინოთ თქვენი კომენტარი. ელექტროენერგიის ტარიფის მომატება, რომელსაც პირდაპირ მიყვება ყველა პროდუქტზე ფასების მატება და ცხოვრების
კიდევ უფრო გაძვირება. შეიძლებოდა თუ არა ეს არ მომხდარიყო, თქვენ როგორ ფიქრობ და რისი ბრალია ელექტროენერგიის ტარიფზე მატება, ეს ცუდი მმართველობა, კორუფციული გარიგებები თუ არაკომპეტენტურობა? აი, რანაირად გამოდის, მე ვაიაფებ, მინდა გავაიაფო ცხოვრება, ამას უჩვენებენ ყოველდღე ადამიანებს, მე რა რო ბიზნესი ეუბნება, რომ არ გამოვა ძმებო და დებო, თქვენ რო გინდათ ისე, ამის მიუხედავად და მეორე ხელით აძვირებენ გადასახადს ელექტროენერგიის. აი, როგორ ახსნიდით ამ ყველაფერს? არა მხოლოდ ელექტროენერგიის, მოდი აქედან დავიწყოთ, სახელმწიფო სერვისები რაც არის, ყველაფერი არის გაძვირებული. ნებისმიერი რაღაცა რაც ადამიანს სჭირდება სახელმწიფოსგან და მიდიხარ, ყველაფერი არის გაძვირებული. მათ შორის კატასტროფულად გაზარდეს ჯარიმები და რაღაცები, ყველაფრიდან იღებენ ფულს. რაც მათ შორის იმასაც აჩვენებს, რომ პრობლემა აქვს ფულთან მიმართებაში. მაგრამ რო დაუბრუნდეთ ელექტროენერგიას, თავარი კითხვა არის ეგ. შესაძლებელი იყო თუ არა ამის თავიდან აცილება. და ეს რო გავიგოთ შესაძლებელი იყო თუ არა, უნდა გვესმოდა სინამდვილეში როგორ დგება ეს ტარიფი და რა არის სტრუქტურა. საქართველოში ხა დენის ელექტროენერგიის სამი წყარო არის, ერთი ეს არის ჰიდრორესურსები, რომელიც არის ჩვენი ყველაზე იაფი წყარო და ჰიდრორესურსები ბევრი აქვს ამ ქვეყანას. მეორე წყარო ეს არის აზერბაიჯანის შემოტანილი ბუნებრივი აირზე მომუშავე თბოელექტროსადგურები, რომლებიც გამოუშავებენ ელექტროენერგიას, რომელიც ფასიც არის ძვირი უფრო ვიდრე ჰიდროელექტროსადგურებზე და მესამე არის იმპორტირებული, პირდაპირ იმპორტირებული ელექტროენერგია, რომელიც არის ყველაზე ძვირი, მათ შორის რუსეთიდან შემოტანილი ელექტროენერგია. თუ საქართველოს უკანასკნელი წლების განმავლობაში ესენი უკვე მერამდენე წელია, მე-14 წელია, ხო? მე-14 წელია ამ ხელში არის ძალაუფლება. ამ წელს განმავლობაში განავითარებდა ჰიდროელექტროსადგურები და გამომუშავებული ელექტროენერგიას, ანუ ამ რესურსს განავითარებდა და ჩვენ გვექნებოდა აქედან მეტი ელექტროენერგია. საერთო ჯამში ამ შეწონილ იმაში ჰიდროელექტროსადგურების გამომუშავებული ენერგია იქნებოდა მეტი და შესაბამისად ფასის გაზის აუცილებლობა არ დადგებოდა. ან სავარაუდოდ არ დადგებოდა, ან ამდენით არ დადგებოდა. ეს რომ მოხდარიყო. მაგრამ ეს არ მოხდა. სინამდვილეში იზრდება იმპორტის წილი, მათ შორის იზრდება რუსეთიდან იმპორტის წილი. რაც ნიშნავს იმას, რომ საერთო ჯამში, ამ საერთო ფულში, საერთო იმაში მოცულობაში რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის წილი არის მეტი. ცხადია, ელექტროენერგიაზე და ზოგადად ენერგიაზე მოხმარება იზრდება ეკონომიკურ ზრდასთან ერთად ყოველთვის და შესაბამისად მოთხოვნა გაიზარდა და მოწოდება იმდენი არა გვაქვს იქიდან საიდანაც იაფი წყარო იყო და გვაქვს იქიდან საიდანაც იყო ძვირი წყარო და მან გამოიწვია ეს ფასები გაიზარდა. ვისი ბრალია ეს? ჩემი ბრალია? წინა ხელისუფლების ბრალია? თუ შევანაძის ბრალია? თუ მანამდე კიდევ ვიღაც ხის ბრალია? ცხადია, ამათი ბრალია. მე-14 წელი ამათ ხელში არის ძალაუფლება. ამათ ხელში არის ძალაუფლება და შეიძლება თორე გაეკეთებინათ რამე რო ეს არ მოხდარიყო, ცხადია შეიძლება კორუფცია ახსენეთ შენ და კი რა ვიცი კორუფციაც არის, ყველაფრის ბრალი არის. ზოგადად ამათი მმართველობის ბრალი არის იმის გამო რომ ამათ ერთადერთი რაც აინტერესებს არის ძალაუფლების შენარჩუნება და მეტი არაფერი არ აინტერესებს. იმიტომ რომ რუსების დაკვეთა არის ეს რომ ძალაუფლება უნდა შენარჩუნონ ყველაფრის ფასა და დანარჩენი ყველაფერი კიდიათ ფეხებზე. მეორე რაზეც მინდოდა ბარემ რადგან ბოლო კითხვა არის ბარემალსაც ვიტყვი რაც ამ თემასთან კავშირში არის. მეორე რასაც მე მივაქცე ყურადღება არის რომ გუშინ გამოლაგდნენ და უსინდისო დილიდან საღამომდე გვიხსნიდნენ რომ დენის ფასის გაზდა არის კარგი. ანუ ის კი არა არაფერი დიდი არ მოხდაო რა 5 თეთრით გაიზარდა. გარმანიათი დაიწყეს და გვიხსნიდნენ ოღონდ რაღაც ტყუის კი არ ამბობენ ხო ხა ელექტროენერგიის ფასი თუ ტარიფი თუ იქნება მაღალი ცხადია ეს ხელ შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას ანუ მე თუ უნდა ელექტროსადგური ნავაშერო და ვიცი რომ უნდა გავყიდო 2 თეთრად თუ ფასი გასაყიდი ფასი მექნება 5 თეთრით ცხადია მეტი мотиваცია მექნება რომ ავაშენო ეს იმიტომ რომ უფრო ძვირად გავყიდო უფრო მეტ მოგებას ვნახავ ხო ტყუის კი არ ამბობენ სიმართლესაუბრად მაგრამ საქართველოს გაჭირულ მოქალაქეებს რომ უხსნიან ამას რომ თუნდაც დენის გაზრდა კარგია იმიტომ რომ ინვესტიციების შემოვა ეს მოხდება ეგ იყო სასაცილო ამბავი რომ უტიფრები რო არის რუსული ტიპის უჭიფრობა არის ეს რომ ხალხს ცხოვრება გაუძვირეს და უხსია რომ შენთვის კარგია შენ არ გესმის შტერი ხარ შენ არ გესმის ეს კარგი არის იმიტომ რომ ეს მოხდება ხო, კი და სამწუხაროდ შეიძლება კი არა დარწმუნებული ვარ ყველა ხდება, მაგრამ ამ ტარიფის მატებას მოყვება ყველაფრის გაძვირება და ამ დროს ჩვენ ვხედავ დაუსრულებელ შოუს პარლამენტში კვერცხის ფასი იქნება ეს თუ არ ვიცი მე ნებისმიერი სხვა პროდუქტის და ხო ბიზნესმენების დაბარებას. ფასების დაზე, ინფლაციაზე ამ ქვეყანაში არსებობს ოფიციალურად ფორმალურად არსებობს ერთადერთი პასუხისმგებელი ორგანო. ეს არის საქართველოს ეროვნული ბანკი. არსებობს კანონი საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ, სადაც პირდაპირ წერია, რომ ეროვნული ბანკის ერთადერთი ნომერ პირველი ფუნქცია არის ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა. მაგის შემდეგ მოდის მეორე დამატებითი ფუნქცია ფინანსური სისტემის სტაბილურობის უზრუნველყოფა. და პირველი არის, რომ ფასების სტაბილურობა უნდა უზრუნველყოს. თუ ქვეყანაში ინფლაცია გარბის და ინფლაცია არის დაგეგმილი მათ შორის ინფლაცია ყოველ წლის ბოლოს, როდესაც შემდეგი წლის ბიუჯეტი შედის პარლამენტში, იქ არის მითითებული
გაკეთებული შემდეგი წლის საპროგნოზო ინფლაციის მაჩვენებელი რა არის. და ის ინფლაციის მაჩვენებელი თუ ხდება ზემოთ და სულ ხდება ერთადერთი პასუხისმგებელი ის მაგაზე არის, ეს არის საქართველოს ეროვნული ბანკი. დანარჩენი რაც ამ შენობაში ხდება, ეს ყველაფერი არის მასკარადი და შოუ გათვლილი იმ ადამიანებზე, რომლებსაც მათ საკუთარ მხარდამჭერებზე, რომელსაც ისინი უყურებენ როგორც ცხვრებს, რომელსაც მაგდენი არ ესმის და შეგვიძლია დააბოლო და გამოაშტერო და გამოათაყვანო იმითი, რომ აქ მოიყვა ვიღაცებს და ალაპარაკებ ხან კვერცხის ფაზზეა, ახსნევინებ რომ რაღაცა როშენზე, იმიტომ აქ ფასი მაღალი, რომ ამით ვაბალანსებ იქ არაჟანზე ფას და რაღაც სიგიჟებს ვისმენთ. აქ სიგიჟებს ანუ ეხა იმათ თავის ლოგიკა აქვს, მაგრამ არაფერს კავშირი ეგარ არის იმაზე, რომ ქვეყანაში არის მაღალი ფასები და ინფლაცია, რომელიც ადამიანებს აწუხებს. შოუა, მასკარადია, გათვლილი მათ საკუთარ მხარდამჭერებზე, რომელსაც ისინი უყურებენ როგორც უტვინო ცხვრებს.